EVEX-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესმა მიმწოდებელმა კომპანიამ სამედიცინო ბაზარზე ახალი ბრენდი EVEX ლაბი წარადგინა. თუ რა სახის სერვისს შესთავაზებს ის პაციენტებს და რა კონცეფციას აერთიანებს, ის ამ დეტალებზე უკვე ელენე მირიანაშვილისგან გავიგებთ. EVEX-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესმა მიმწოდებელმა კომპანიამ საქართველოში ახალი ბრენდი EVEX ლაბი წარადგინა. ის თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს აერთიანებს და პაციენტებისთვის ყველა საჭირო სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს კი მაღალი ხარისხის მომსახურებას უფრო კომფორტულს, სწრაფსა და მარტივს ხდის. აღსანიშნავია, რომ EVEX ლაბის თითოეული სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ პაციენტმა ზუსტი და სანდო მომსახურება მცირე დროში, ზედმეტი სირთულის გარეშე მიიღოს. Ხვალიდან 29 მაისიდან EVEX ხსნის EVEX ლაბის ქსელს, რომელიც საწყის ეტაპზე იქნება 5 ლოკაციით წარმოდგენილი თბილისში, 20 წლის ბოლომდე დამატებით 15 ლოკაციას დავამატებთ და 20 მიაღწევს ჯამურად ქსელის მოცულობა. კონცეფცია უფრო ახლო გულისხმობს ყველა იმ სერვისის მიწოდებას, რომელიც სტანდარტულად ლაბორატორიული სერვისი გულისხმობს, იქნება ეს ბიოქიმია, პარაზიტოლოგია თუ ნებისმიერი სერვისი. ამავე დროს EVEX ლაბი შეთავაზებს ჩვენ მოხმარებელს ბინაზე მომსახურებასაც. უფრო ახლოს, სწორედ ეს არის ბრენდის მთავარი კონცეფცია. პროექტის შექმნის იდეაც ამ მიზნის გარშემო ერთიანდება. თანამედროვე ლაბორატორიული მომსახურება იყოს არა მხოლოდ მაღალი სტანდარტის, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასთან მაქსიმალურად ახლოს. EVEX ლაბის ღონისძიებაზე წარვადგინეთ ბრენდის იდენტობა, რომელიც ექნება EVEX ლაბს. ჩვენი მთავარი მესიჯი არის უფრო ახლოს, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას მოიცავს შინაარსობრივად, არამედ იმ სიახლოვეს, რომელსაც მომხმარებელი საჭიროებს. ღონისძიებაზე ასევე მოხდა ჩვენი საიმიჯო რგოლის წარდგინება, რომელიც ასახავს EVEX ლაბის ბრენდინგს ხასიათს. ხელმისაწვდომობა, სანდოობა, სიზუსტე და კომფორტი. სწორედ ამ 4 ძირითად ღირებულებას ეფუძნება EVEX ლაბის დაპირება. ის პაციენტებისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად მომავალში ლაბორატორიული ქსელის გაფართოებას, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებშიც გეგმავს.